ქალაქ ზუგდიდში არტ გალერეაში არასამთავრობო ორგანიზაცია არტ უნივერსალის ორგანიზებით ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ახალი ნაწარმოების ბრმატყოფილზე და პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის ზუგდიდს თავად კლასიკოსი მწერალი ეწვია და დამსწრეებს თავად წარუდგინა მისი ბოლო ნამუშევარი. წიგნი 3 ნაწილისგან შედგება და ჯერ მხოლოდ მისი პირველი ნაწილია გამოცემული. გურამ დოჩანაშვილის ახალთხზულებას საფუძვლად სახარებისეული თემა უდევს ბრმატყოფილის შესახებ. სამოსელი პირველი შემდეგ ეს მწერლის სახარებისეულ თემაზე აგებული მორიგი ნაწარმოებია. პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას თავად მწერალმა მიმართა. გურამ დოჩანაშვილმა ნაწარმოების შექმნის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქი იყო ის ადამიანი, რომელმაც მას ძალა მისცა დაეწერა ახალი ნაწარმოები. ბედნიერება ასე თბილისში შეხვედრა და ძალიან ჩემი ოცნება რომ არ გამემწყონებინოს კითხველის მოლოდინი. წაიკითხავენ თვითონ ჩემი კარნახი რაც უნდა თვითონ რასაც შეიმუშავებენ აზრიც ისე. ძალიან დიდი ხანია ელოდება კითხველი ბატონი გურამის ახალ რაღაც ნაწარმოების შემოქმედებას და როგორც იქნა გამოვიდა ამ სამტომეულის პირველი ნაწილი. მე მქონდა ბედნიერება რომ ისინი წამეკითხა ბევრად უფრო ადრე ვიდრე გამოვიდოდა და ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მე ორი სიტყვით რო გითხრათ, მე ამ წიგნით მივხვდი რომ ბატონი გურამი ძალიან ახლოს არის ღმერთთან. ორგანიზაცია არტ უნივერსალის ორგანიზებით ბატონი გურამი დღეს ჩამობრძანდა ზუგდიდში. ზუგდიდში დღეს ზეიმია მისი ახალი წიგნის პრეზენტაცია და ეს ბატონი გურამის სურვილი იყო რომ ქალაქ ზუგდიდში გაეკეთებინა თავისი ახალი წიგნის პრეზენტაცია. შარშან როდესაც მისი იუბილე იყო, ჩვენ დავაანონსეთ წიგნის შესახებ და მოხარულნი ვართ, რომ ბატონმა გურამმა სწორედ ჩვენი ორგანიზაცია შეარჩია ამისთვის. ღონისძიების ფარგლებში მსურველებისთვის გურამ დოჩანაშვილის ახალი თხზულების ბრმატყოფილზე და გაყიდვა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია არტ უნივერსალის დამფუძნებლის ხატია ჯანაშიას განცხადებით წიგნები ზუგდიდის არტ გალერეაში დარჩება და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს 15 ლარად შეეძლება.